Ვიტალი პარასკევი აღინიშნება საქართველოს ყველა ეკლესიაში. მსახურება დღის 2 საათიდან დაიწყო. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. წითელ პარასკევს წირვა არ ტარდება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შეწირა. მსახურების ეს სამეუფეო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლისნების შესახებ სახარება იკითხება. უფრო დეტალურად სამებიდან თამარ ჯალაღონია ჩაგვირთვება. სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა გარდამოხსნის წესი. ის აქ დღის 2 საათზე დაიწყო. ქრისტიანული სწავლების მიხედვით ზუსტად ამ დროს მიიცვალა იესო ქრისტე ჯვარზე. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე მეუფეშიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა. საკურთხევლიდან გამოაბრძანეს სპეციალურად მოკარგული დიდი საგანგებოდ მოკარგული დიდი ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარი არის გამოსახული. ის ტაძარში სამჯერ შემოატარეს და ამის შემდეგ ტაძრის შუაგულში სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს, რომელიც ყვავილებით არის შემკული. ტაძრის შუაგულში ის არასრული 3 დღის განმავლობაში დარჩება. იმის ნიშნად იმის სიმბოლოდ, რომ მაცხოვარი ზუსტად არასრული 3 დღის შემდეგ აღდგა მკვდრეთით. ამის შემდეგ მსახურების შემდეგ უკვე ჩატარდა ღვთისმშობლის დატირება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე 40 წელზე მეტია მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. ეს არის დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საგალობელი. უწმიდესმა მოისურვა, რომ ამ ძიმე დღეს ქრისტეს ჯვარცმის დღეს შექმნილიყო კაი საგალობელი, რაღაცა დავით გურამიშვილის ტექსტზე და მე მომიწია და გავიდა უკვე აი ამდენი წელი. ფიქრობ, რომ უფალმა მოისურვა ის, რომ ამდენი წელი მე მეგალობა ეს წარეტკივილი, ეს დიდი წამების ეს ეპიზოდები მე მეთქვა, რისთვისაც მადლობ უფალს. ეს დიდი მადლია ჩემთვის და დიდი პასუხისმგებლობა. ერთის მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, ტკივილით სავსე და გლოვის დღე, სულიერი გაგებით. ამავე დროს ეს არის სიხარული, ნუგეშის და სინანულის დღე, იქიდან გამომდინარე, რომ მაცხოვარმა თავისი ჯვარზე მსხვერპლის გაღებით აღასრულა უდიდესი საიდუმლო კაცობრიობის ცხოვრებაში, ანუ ადამიანები გამოიხსნა ცოდის ტყვეობისაგან. ამიტომ იმ წუხარებასთან ერთად იმ მოვლენის გახსენების საფუძველზე, რასაც მაცხოვრის ჯვარცმა ეწოდება, რაც კაცობრიობამ ჩაიდინა, მეორე მხრივ მოწმუნეებისათვის ეს არის სინანულის, უფლის სიყვარულის და იმედის დღეც. ყველა ქრისტიანისთვის ალბათ ყველაზე დიდი დღესასწაული და ყველაზე დიდი და ალბათ დღევანდელი დღე ყველაზე ემოციური, ყველაზე ტკივილიანი, ყველაზე სევდიანი და აი ჩემ პატარასთან ერთად პირველად მოვედი გარდამოხსნას დღესასწაულს პირველად დაესწრო და ალბათ ყველა როგორც ყველა ჩვენ ძალიან ემოციური მივდივარ. მართლმადიდებლური სამყარო ხვალ დიდ შაბათს აღნიშნავს დილით მაცხოვრის წესის აგების, მეგრე წოდებული მაცხოვრის წესის აგების მსახურება შესრულდება, საღამოს კი საღდგომო ლიტურგია აღესრულება, კვირას კი უკვე ყველანი ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვიზეიმებთ. სამებიდან თამარ ჯალაღონია საუბრობ.